აბა. მოდი ჩემთან შემოეთო დაჯექით. დაჯექი. ო, დაჯექი. აქ ავიდეთ იმას. არა, არა, პატრონს ავამბობ. ახლა კი პირველი სურპრიზი ჩვენი დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორისგან ალბომში, ქუთაისში და თითქმის ყველა ქალაქში სწორედ მისი სიმღერების რიტმზე და ეშხით აგებდნენ მომღერალ შადრევნებს. მის მიერ ნამღერებს უძღვნიდნენ ხმაწვილები თავის ქალბატონებს და მთელი ეპოქა ქართულ ესტრადაზე. ვარსკვლავოსანი ანსამბლ 75-ის სოლისტი ბესი კანაძე. საზოგადოება, დიდებული დარბაზი ბატონო ჩემო, დიდებული მასპინძლობა, ყველაფერი კარგი იყო. დიდებული წვიმა წამოვიდა კიდე. ცოტა დაასველა, გამრობა კარგი, ჰაერი გაიწმინდა, კარგად. ასე შემდეგ. შვენიერი, ასე ვთქვათ, კარგი სუფრაც გახდათ მოგიხსენებათ. ხაჭაპური მშვენიერი, იმერული, ნამდვილი, კარგი.
ბატონ გივის ლოცვანი მოვისმინეთ. ცა როგორ მაგრად ილოცება, მეგონი ყველა მიცეთ. გივის სიხარულიძეს ლოცვა არის შესასვლელი იმაში დედამიწის 7 საოცრებაში, მერვე საოცრებათან ამათან. გინესის რეკორდზე არ წასადგენი გივის სიხარულიძე ჩემის აზრით. ახლა პრემიები ხო გათაც რაღაც ასე თქვა ნოველების დიდოსტატები ბრძანდება შეგვატო და აგეს გარდა ბილდსიტყოების გრანდი ბილდსიტყოების გრანდია ეს აღამო იყო ესეთი ბავშვების ესეთი შეავალი მეცხოვრებაში არ მინახია და როგორი ბედნიერები იყო როგორი გახარებ როგორ უყვართ ეთერი კაკული როგორ უყვართ ბესო კალანდაძე როგორ უყვართ ჩვენი გურამ ჯაში როგორ უყვართ შალვა ნათელაშვილი საწყალი ჩვენი შალვა ნათელაშვილი შალვაც ხო ბედნიერების დღე იყო სიყვარულის დღე იყო მიძღulis დღე იყო ძალიან მოხარული ვარ რომ წყალტუბოში ვარ იცით დღეს იმიტომ რომ იცით და საბჭოთა პერიოდში ძალიან ხშირად ჩამოვდიოდი წყალტუბოდან იცით და ისეთი აღშენებლობა მიდის ახლა წყალტუბოში იცით ახლა ვნახე რომ როგორი ის ძველი წყალტუბო ახლა აღდგება იცით იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ულამაზესი ადგილი იცით წყალტუბო და ესეთი მოხარული ვარ იცით რომ მე დღეს კონცერტით მოვხდი წყალტუბოში და ჯერეთი მაყურებელი იყო ისეთი მაყურებელი აი არაჩვეულებრივი იცით აი როგორ მიგვიღეს როგორ მოგვეფერნენ, შე როგორ მოვეფერეთ, აბარა, და იცით რა ეს იყო დიდი ზეიმი ვეფიქრობ დღეს, იცით და მე მადლობელი ვარ იმ ხალხის, ვინც ეს ზეიმი მოაწყო. ანუ ჩვენი პროდიუსერის თამარ ხაჯაიასი.